აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრისთვის ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო არხი სოციალური მედიაა. ფაქტობრივად ეს ერთადერთი გზაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეფექტურად მივაწვდინოთ რეალური ინფორმაცია, გავუზიაროთ ის სიკეთეები და სერვისები, რომლებსაც მათ სახელმწიფოს თავაზობთ და გავუგზავნოთ სამშვიდობო გზავნილები. ცენტრისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პლატფორმები, რომლებზეც ინფორმაცია თავსდება, მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად იყოს გამოყენებული. სწორედ ამ მიზნით ცენტრში მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ამჯერად მეტას საერთაშორისო ტრენერებმა ცენტრის თანამშრომლებს ქსელების ტექნიკურ გამართვასა და კონტენტის ტიპებზე მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია. ასევე განიხილეს TikTok-ისა და Telegram-ის თავისებური მახასიათებლები და მართვის პრინციპები. ცენტრის დირექტორის ეკა წივწივაძის თქმით, თანამშრომელთა სწავლება და განვითარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ მხარდაჭერას, დაფასებასა და შესაძლებლობებს ორგანიზაციაში. მნიშვნელოვანია კადრების მუდმივი გადამზადება, პროფესიული ცოდნის ამაღლება, რაც თავისთავად ძირითადი მიზნის, მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობის პირდაპირი პროპორციულია. სოციალური მედიის მართვა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი აუცილებელი და მოთხოვნადი ფაქტორია კომპანიების წარმატებისთვის. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა სოციალური ქსელის ინფორმაციები და დავგეგმეთ რეკომენდაციები, რათა მაქსიმალურად გაგაუმჯობესებინათ თითოეულ მათგანზე მუშაობის შედეგები. აღნიშნული ინფორმაცია ძალიან დაეხმარება საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს მუშაობის გაუმჯობესებისთვის. ეს გამოცდილება, რომელიც დღეს მივიღეთ, სამუშაო პროცესში აუცილებლად დაგვეხმარება, შეგვიმსუბუქებს და ასთავარი იმ გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით. მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად საიტს ხელმძღვანელობ და შესაბამისად ძალიან ბევრი სიახლე გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი. სიახლეებს, რაც უკვე გვასწავლეს ჩვენმა ტრენერებმა, რა თქმა უნდა, დაინერგება უკვე ჩვენს საიტზეც.